ჩემ შვილთან მე გუშინ მქონდა საუბარი, ვისაუბრე და დღეს უკვე მას არ დაურეკავს. და ვიცი რომ მანაც განაცხადა ტელევიზიით რომ შეზღუდვები დააწესეს სასჯელახსრულების დაწესებულებაში და შეუზღუდეს ტელეფონზე საუბარი. ადრე ჩემი შვილი თითქმის ყოველდღე მირეკავდა იმიტომ რომ მე ნერვიულობდა მინდა რომ ჩემი შვილის ხმა გავიგონო და გავიგო როგორ იმყოფება იქ და როგორ არის და ის ყოველთვის ცდილობდა რომ ჩემთვის დაერეკა და ესაუბრა და თებერვლიდან უკვე ისე ხშირად ვეღარ რეკავდა და ამას განვიცდი მე და გავიგე რომ ესე შეზღუდვები დააწესეს და კორპუსების მიხედვითო რა ვიცი ასეთი ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე პირველ კორპუსს 10 დღეში ერთხელო და სხვა კორპუსებს ალბათ ყოველ მე-13 დღეში. ეს ძალიან ცუდი იქნება თუ ასეთი შეზღუდვები გაგრძელდება და ჩემი შვილი ვერ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას რომ დამირეკოს და მესაუბროს, რადგან ჩვენ არ აგვაქვს უფლება რომ იქეთ დაურეკოთ პატიმრებს, ჩვენ ველოდებით იმათ ზარს რომ გავიგოთ მათი მდგომარეობა. მისვლითაც ვერ მივდივართ რა ხშირად ესეც კიდევ ახალი შეზღუდვები თებერვლიდან დააწესეს რომ თვეში ორჯერ შეგვეძლება მარტო რომ მივიდეთ ჩვენ შვილებთან რომ ტანსაცმელი მიუტანოთ წიგნები და რაც სჭირდება ნახვით პაემნებზე შეიძლება მოკლე პაემნები მაგრამ სხვა ხშირად ეს ტელეფონის დარეკვის შეზღუდვა ეს ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის რომ რატო ხდება ასეთი შეზღუდვები რატომ დააწესეს და ასე გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება და როგორ იქნება მდგომარეობა ეს ძალიან მაინტერესებს და მაშფოთებს ნამდვილად მინდა რომ შეძლოს ჩემ შვილმა რომ დარეკოს ჩემ შვილმა და სხვებმაც თავიანთ მშობლებთან მეუღლეებთან დებთან დარეკვა და ოჯახის წევრებთან და ესაუბრონ რადგან ჩვენ იქეთ ვერ ურეკავთ და ეს ძალიან ცუდი იქნება და მე ვთხოვ და ჩვენ ყველა მშობელი ალბათ მოვიწყოთ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვთ რომ ეს შეზღუდვები ნამდვილად არ გვინდა ჩვენ რომ იყოს და ჩვეულებრივად იყოს ისე როგორც მანამდე იყო და ყოველდღე შეეძლოთ თავისი წუთების გამოყენება და დალაპარაკება ოჯახის წევრებთან. ეს არის ჩემი მოთხოვნა და ქალბატონ მაია მიზეზი არ უთქვამთ ხო აი რატომ არის ეს აი კორპუსების მიხედვითო თქვენ ახსენეთ და არაფერი არ უთქვამთ მიზეზი და თვითონ ჩემი შვილმაც გამოგზავნა ისაუბრა და ტელევიზიებს და ციხის ადმინისტრაციასაც შეუთვალა რომ მიზეზი აიხსნათ რატომ გაუკეთეს ასეთი შეზღუდვები არ ვიცი კიდევ ამათ სხვა მიზეზიც არის ამათი საკრიდან გადაიყვანეს ჯავახიშვილი და იმის დაბრუნებასაც თხოვენ ციხის ადმინისტრაციას და არ ვიცი ან სულ ჯერჯერობით არ აბრუნებენ და არაფერი არ ისმის და რა იქნება და როგორ იქნება ალბათ უნდა დაველოდოთ სამომავლოდ რას გადაწყვიტავს ციხის ადმინისტრაცია. კი ბატონო, როგორ ფიქრობთ, რატომ მეკცევიან ესე ქალბატონ მაია ისედაც არის აი პატიმრობაში იმყოფებიან ხო აგერ უკვე რამდენი ხანია და აი კიდევ რაღაცა დამატებითი ეს შეზღუდვების სიმკაცრე იგივე თანამესაკნის ძალით გაყვანა ხო ფაქტობრივად ჯავახოს გულისხმობ ამ შემთხვევაში რა უნდათ რა აქვთ მიზანი თქვენი აზრით? არ ვიცი ვერ გეტყვით ესენი ჯერ ისედაც უდანაშაულოდ ზიან არაფერი არ დაუჩავები და უდანაშაულოდ იხდიან ამ სასჯელს უკვე რამდენი ხანი გავიდა 1 წელი და მეორე წელი დაიწყო კიდე და მე ვფიქრობ რომ რა 19 იანვარს შეწყალების კანონი რომ გამოსცა ყალაშვილმა და ჩვენი პატიმრებმა უარი განაცხადეს ამ შეწყალებაზე და მათმა ბოდიში არ მოიხადეს რაც არ ჩაუდენიათ იმ დანაშაულისთვის მე მგონი ამისთვის ისჯებიან ჩვენი შვილები და ყველანაირად ცდილობენ რომ შეუზღუდონ ყველანაირი მდგომარეობა კომუნიკაცია და რასაც მოითხოვენ უზღუდავენ ელემენტარული ბლოკნოტის შეტანაც კი არ შეიძლება კალმების შეტანაც არ შეიძლება და აი ათასნაირი შეზღუდვები ნელ-ნელა კეთდება და
ჭიან ამის გულისთვის, რომ ესენი არიან უდანაშაულეები და ჩემს შვილმა ისიც თქვა, რომ მე არავის შეწყალება არ მინდა, მე რაც მოვიხადე და ამასაც მოვიხდი და როცა გამოვალ ციხიდან თავაწეული გამოვალ, რადგან არაფერი არ დაუშავებია მას. თავისი ქვეყნის დასაცავად იდგა აქციაზე, რომ მას არ მოწონს ეს რუსული ცხოვრება, უნდა ევროპული ცხოვრება და ამისთვის იბრძოდა ის, მას ცუდი არაფერი დაუშავებია საერთოდ. ვიდეოშიც არ ჩანს, რომ ჩემი შვილი რამეს ქვას ისურის ამას ედავებიან, მაგრამ ისიც არ ჩანს. ქაღალდს ისურის ჩანს ეს მარტო ვიდეოში და ამისთვის არის დაჭერილი და ესენი რომ ამ მთავრობას არ თხოვენ შეწყალებას არ იღებენ პრეზიდენტისგან და ბოდიშს არ იხდიან, ეს არ მოეწონა ამ მთავრობას და ამის გამო მათ სჭიან და 1000 რაღაცებს იგონებენ, რომ შეზღუდოთ და შეუძლია ჩვენ ასეთი აზრი გვაქვს, რომ ამის გულისთვის კეთდება ეს შეზღუდვები. ეს არის მიზეზი და სხვა არაფერი. ეს არის მიზეზი. ნამდვილად. ამას არ უნდა სხვა ფიქრი და სხვა დასტური. ამისთვის ისჭებიან, მაგრამ არა უშავს. ნამდვილად მინდა რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ეს ელემენტარული ტელეფონის ზარი მაინც დარწმუნება რომ ოჯახის წევრებთან დარეკონ და მშობლებთან და ვესაუბროთ. ჩემს გავიგო მისი მდგომარეობა. დღეს ელოდებოდით რეზოს ზარს? დღეს მეგონა რომ დამირეკად, მაგრამ არ დაურეკას. უშინ დამირეკა, ცოტა ხნით დამელაპარაკა და შემდეგ აღარ დაურეკავს და ტელევიზორიდან გავიგე მეც რომ ეს შეწყვეტები დააწესესო და ხშირად ვეღარ დაურეკაო და რა ვიცი როგორ იქნება, როგორ გაგრძელდება და რანაირად იქნება არ ვიცი. ძალიან მინდა რომ არ იყოს ეს შეწყვეტები და შეძლონ რომ დაგვირეკონ ჯერ ისედაც ძალიან ცოტა წუთები აქვს, ბევრს ვერ ვსაუბრობ და მოკითხვით მაინც რომ მოვიკითხოთ ჩვენი შვილები და თვითონ თავიანთი მშობლების ხმა გაიგონონ ელემენტარულად ეს ხო შეიძლება რა ასეთი შეზღუდვა ნამდვილად ცუდი იქნება და ხო ადმინისტრაციას და მთავრობას რომ ამას ნუ გაგვიკეთებენ ამ შეზღუდვებს. ეს არის ჩვენი ხოვნა მშობლების და რაღაცა რა. კი ბატონო, მადლობა ქალბატონ მაია, მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენი დროისთვის.